გამარჯობა. ორ თემას შევეხები ძალიან სწრაფად. პირველი ვიტყვი, რომ აი ეს კოცების კოლაბორაციაში მყოფი არ შეიჯვა ალეკო ელისაშვილი როა. საკუთარი დიშვილი თუ ძმიშვილი მის თანაპარტიელთან იოსელიანთან რო დანიშნა მოადგილეთ ეს თავისი თანაპარტიელი სახალხო დამცველად ხო დაანიშნია კოცებს და მეორე კვირაში იქ მიუსვა მისი დიშვილი თუ ძმიშვილი ის ხუჭუჭთმიანი ყლექალა და რო გვარწმუნებდა მე ყველას რომ ალეკო რაშვაშიაო მე ზედ ნიჭიერი ვარო პირდაპირ რო აუფრინდიო ტრაკით დაუფრინდი სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობაზე არ გავყვები ახლა ამ რითმას დაწყებული იმ დღიდან რაც ეს სიმახინჯე დავინახე რა თვითონ ამ იოსელიანთან მიმართებაში ამ ალეკო ელისაშვილის პარტიელი როა რა ბევრჯერ მithქვია და ვიტყვი რომ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი კალაძეებთან კოცებთან კოლაბორაციაში მყოფი ტიპი ჯერ კიდე მამამისმა კუპონებზე ხალხო კაპიკებად შეიძინა ცხეთაში არსებული ელექტროჰესი და დღესაც ამ ნაბიჯურის ძმა, მიოსელიანის ძმა, იქ შეფობს და მილიონების ქონება შედის ამათი ოჯახის ბიუჯეტში. და არა საზოგადოების, და არა სახელმწიფოს, და არა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობა. და ანუ რაში მდგომარეობს, იცი დღევანდელი ვიდეობლოგის ჩაწერის არსი რა? ალეკო ელისაშვილის დიშვილმა თუ ძმიშვილმა თუ ყლიშვილმა რა? ადგა და განაცხადა რომ მე ვახლავ თანამდებობაზე ყოფნა არ მინდაო და ნუ კაროჩე უნდა წავიდეო რა დაწყებული იმ დღიდან რაც ეს იქ შეიპარა აი ესე ნეპოტიზმით მამაძაღლობით და ათასი დედამოწყლობით დაწყებული იმ დღიდან არ გავჩერებული ვარ არ დამიტოვებია არც ერთი დემოკრატიული უწყება სადაც არ გამეშვეს წერილი ჩემი ორგანიზაციის სახელით რომ ესენი არიან ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტები, ესენი არიან დედამოწყნულები და ქართველი ერთთან ამათ საქმე და საერთოდ არაფერი არა აქვს. გამომდინარე იქიდან რომ ესეთი ოპოზიციაა დღეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან რომ ეს ნაბიჯურები არიან და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ქართული ოცნება კადრულობს ყველაფერს და იმიტომ და მხოლოდ ამიტომ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები, ქვეყანას ყავს პოლიტიკური დევნილები, ქვეყანაში ხდება პოლიტიკური შეუთანხმებლობა, არის სერიოზული სამოქალაქო განხეთქილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რეალურად ამათ ფონზე არ ჩანს საშველი. შავის ფონზე თეთრი ხო უნდა გაარჩიო. შავის ფონზე ისევ და ისევ არის შავი. და წვდიადი და გრძელდება. ახლა მინდა აქედან მე მინდა რომ უთხრა ასვი გავცე ამ ალეკო ყლილისაშვილს ამ ნაბიჯვარს რა. ალეკო ძმაო უკრაინაში ხო იყავი და ხო იბრძოლე და ხო გააკეთე შენი საქმე და ხო გაგვაოცე ყველა. ხო იქ ომი უკვე შენ მოიგე რა. მერე იყავი და არ შეიჯვი და მოკლედ კოცებში ხარ და ბეჭამოგდებულს ხედავთ ხანდახან პარლამენტში და ნუ აშკაცობ რა. ეხლა შენ რა გონია შენი დიშვილი ჯერო იქ რო ქურდულად რო შეიყვანე და მე იქიდან ქურდულად რო იქიდან გამოაგდე ამითი შენ გონია რამე განსხვავებული გააკეთე ან შენი სახე შენიღბე თუ თავი გადაირჩინე ამითი გონია რა შენ просто იზოლებული გახდი იმიტომ რომ აქედან 24 საათი შენ დედის ზრიალი რო არ ყოფილიყო გააკეთე ეს ეგრეთ წოდებული უკუსვლა მაგრამ რეალობაში ეგ უკუსვლა არ არის ეგ არის შენი კიდევ ერთი ჩაჯმა და სერიოზულად ვიზრუნებ მაგაზე რომ სულ ასე ჩაჯმული იარო შენ დედა შევიცი და შენი დიშვილის კიდე რა და ახლა შემდეგი ის მინდა ვთქვა რა ქვია თემა და ამითი დავასრულო ჩემი გამოსვლა აქ რამოდენიმე ხნის წინ დაახლოებით 1-2-3 დღის წინ ჩავწერე ბლოგი ალასანიასთან მის ცოლშვილთან და უფრო სწორად ხო ცოლშვილთან ხო ეს ცოლშვილის მაგარი გნიდები არიან მაგისი და მისი ცოლი და რო არის კიდე რა ის მას რო პირში იღებდა არ მინდა ხა თქვა რა მისი მოადგილისას და ვიღაცეებმა აქ დიდი მორალისენით რაღაცეები რო ილაპარაკეს რა მე რა მინდა იცი რო გითხრა ჩემო კარგო ჩემო საყვარელო ადამიანო ვინც ახართ მაგ შეწუხებულები სერგო თეთრაძე რომ მოკლეს ერთი გავიხსენოთ კარგად რა ახალაიებმა და მაშინ ალასანია რომ ერთთან ბავში იყო და
იქ რომ მიუვარდა და გულზე რომ იგლეჯდა ყველაფერს ეს დედამოწყნული გამიგე და მეორე წუთში თვითონ რო დაჯდა ახალაიას ადგილზე იქ მინისტრად რა გააკეთა მერე სერგო თეთრაძის მკვლელები რომ ყველა თანამდებობაზე დანიშნა ჩვენ რო არ ყოფილიყავი და გლიჩენად მე რო არ ყოფილიყავი ლევონა გაბუნია დღეს რომ სამხედრო დაზვერვის უფროსად გვეყოლებოდა დღეს კიდე ერთ ცნობილი დავიწყებული მკვლელი და მწამებელი ახლა რას გეტყვით იცი ვინც ახართ მაგ ალასანიების მხარდამჭერი მაგ ელისაშვილების მხარდამჭერი მაგ დამყაყებული საზიზღრო ჯერ ერთი ბიჭო იცი რაზეა ლაპარაკი კაცი სერგო თეთრაძე ვიღაცა ხო არ ყოფილა რა პოლკოვნიკი კაცი იყო რომელსაც ჰქონდა ხა ვიღაცას მოსწონს ვიღაცას სიმართლე არ მოსწონს მაგრამ ფაქტი ასეთი იყო რა ავღანეთში შესრულებული სამხედრო ოპერაციის გულისთვის დაჯილდოვებული იყო უმაღლესი საბჭოთა ჯილდოთი რა ამას ტრაკი უნდა სხვათა შორის და კაცობა ახლა გამოცდილებას და ცოდნაზე არ ვლაპარაკობ იმიტომ თქვენ ეს არასდროს არაფერში არ გჭირდებოდათ და არც გჭირდებათ გამიგე ხო და აი ეს სერგო თეთრაძე რომ მოკლეს გაუპატიურებით რა ხელჩართულ ბრძოლაში ყავდა ამ კაცს ეხლა ბევრმა არ იცის მაგრამ სამხედრო აკადემიაში გვასწავლიდა ეს ბატონი სერგო ჩვენ ძალიან კარგად ვიცი ვინც იყო ხელჩართულ ბრძოლაში ყავდა დუშმანები დახოცილი რა აი ეს არ იყო კაცი რომელსაც ერთი და ორი ადამიანი ასე ხელით შეებრძოლებოდა რა ეს იყო ადამიანი რომელიც ახსავსე იყო ღირსებით და სამხედრო სიმამაცით ხო და ალასანიას მინდა აქედან უთხრა რა აი კაცი რომ მიწაში დამარხეს და მე მის ხსოვნას რო იყენებდი შენ ნაბოზვარო შენ გონია ყველაფერს ასე გაგიტარებ შენ და ის ნაბოზვარი კახას ჩიხლაძე და კიდე ბევრები რო ხართ მაგ დღეს რო ბიზნესი ააშენეთ პოლიტიკით და თავი მაგარი ბიჭები გონიათ მე არ მერიდება ამის ლაპარაკი მე ყველას გახსენებთ აქედან სინამდვილეში ვინ იყავით უზარმაზარი რეპრესირებულთა რიგი რო იყო იმ დიდი გამარჯვების მერე რაც თქვენ მოგიტანეთ არა სამწუხაროდ ქვეყანას იმიტომ რომ თქვენ ხელისუფლებაში მოდით თქვენ ქვეყნისთვის არაფერი არ გააკეთეთ ჩვენ გვეგონა რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოდით მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ჩვენ თქვენი კეთილდღეობისთვის ვიბრძოდით თქვენ რომ ბიზნესები გეკეტებიათ თქვენ რომ მაგარი ტიპები ყოფილიყავით აი ეგ არის რა მთელი უბედურება რა ხო და ეხლა მე კიდე აქედან გეუბნები რა ვინც ახართ მაგ ამეტანი გულშემატკივრები აი ესეთი ხმე კატტიპები იღებენ ხმებს ყოფილი ნაძაღლარები არ მინდა შევეხო პოლიციაში ბევრი ღირსეული კაცია რა ყოფილი ნაძაღლარები საკუთარი ძმაკაცის ცოლი რო ყავს მოტყნული ვიცი რა ეს ხალხი რა კატეგორიაა და საიდან სუნთქავს და გამომდინარე აქედან რო ვიცი იძულებული ვარ ვილაპარაკო სიმართლე შემიძლია ყველას საკუთარი სურათები და საკუთარი საქციელები დაუდო აქედან პირდაპირ რა არ ყოფილი ვარ ვიღაცა ტიპი ვინც შემთხვევით იყო გავლილი რა ყველაფერი კარგად ვიცი ვინც წუხდებით მაგ იმისთვის რომ აი სინამდვილეში როგორ იყო და რანაირად იყო საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ ეს ყველაფერი ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს მაგრამ რა არის იცი არის ესეთი ხო ვიღაცა ძალიან კომუნისტად თვლის მაგრამ დღესაც საფრანგეთში ძალიან არის ამ ადამიანის აზრები მიღებული რა კარლ მარქსი რომელიც ამბობდა რომ ვინც არის ის ისტორია და ვინც უარყოფს მას ის არის განწირული იმისთვის რომ თავიდან გადაიტანოს ის აი ეს გელით თქვენ უამრავს ვისაც დაგავიწყდათ ვინ იყო ახალაია ვისაც დაგავიწყდათ ვინ იყო ალასანია ვისაც დაგავიწყდათ ეგენი რას წარმოადგენენ აუცილებლად მე მაგის იმჯერა რომ ამ სიმწარეს თქვენ და აუცილებლად იქ იყო სიმწარე იმიტომ იქ სხვა მომენტი არ ყოფილა ამას გადაივლით თავიდან და ეს სიმწარე გექნება თქვენ თავიდან აი ეს დაიმსახურა ყველა იმ ადამიანმა ვინც დღეს გამოდის და იძახის რომ ამას როგორ ეხები და იმას როგორ ეხები და მის პირად ცხოვრებას როგორ რა არის პირადი ცხოვრება ვერ გავიგე სამინისტროს ტერიტორიაზე რომ ტყნაური არ შეიძლება ეგ ეხლა გაიგეთ ჩემგან აგერ ბილ კლინტონმა იმას რა ქვია მონიკა ლევინსკის რო გაუქანავა კაც ამერიკის პრეზიდენტი იყო და ადვოკატის ტიტული ჩამოართვეს და ცოტაღა დააგრა დედაუტირეს გაახოხეს ცხვირით მიწაზე და ეს ვინ არის რა ქვია რა ალასანიას ცოლი და რაში გამოიხატა მისი პირადი ცხოვრება იმას ბავარიულ სარდელს რო იდებდა პირში მისი მოადგილის და გვაყურებია მთელი მასშტაბით რა კომპრომატერზია ლაპარაკი შენ იცხოვრე იმის გარეშე რომ ვინმე კომპრომატები არ შეგიქმნას და არ გადაიტანო ეს არის სიმართლე
გინდა სიმართლე არ გინდა მარტივი არის რა ტყუილის ლაპარაკი და ტყუილის ცხოვრება იმაზე მარტივი არაფერი არ არის ვიდრე ტყუილის ცხოვრება ადგები ერთ დღეს იტყვი რომ ყველაფერი კარგა და მეორე დღეს ანალოგიურს გაიმეორებ მაგრამ მესამე დღეს აუცილებლად იცხოვრებ იმ სიბილწეში რაშიც ახლა იმიტომ რომ შენი ტყუილი უკეთეს არ გახდეს შენ ცხოვრებას ამის თქმა მინდა მე რა შეეხება კიდე უბრუნდები რა იმ კუდებს ელისაშვილს ეხლა ოპოზიციაში როზის ხან ნაცირვა ხან კოცირვა ხან პროცირვა ხან შუაშისტირვა ეგეთ მე კიდე ერთხელ გეუბნები აქედან ელისაშვილს ვეუბნები რა შენი დიშვილის თუ ყლიშვილის თუ ძმიშვილის შენი თანაპარტიელის ოფისიდან გაცურება რა ეს არ გამოიწვევს იმას რომ შენს მიმართ საზოგადოება შეეცვალოს აზრი არ გამოიწვევს იმიტომ რომ შენ ახლა ერთი ბეჭა მოგდებული ნაზირალა რომელიც ყიდი საქართველოს ყიდი დღევანდელ გაჭირვებულ მოსახლეობას და შენი პოპულაცია იყო გამოწვეული იქიდან რომ შენ ლაპარაკობდი სხვის ისტორიაზე სხვის გაკეთებულ გმირობებზე გამდი რაღაცა თეატრებს და გამომდინარე აქედან შენ მიიყარი საზოგადოების ყურადღება იმიტომ რომ საზოგადოებაც მეტნაკლებად და სამწუხაროდ ცხოვრობს ჭაობში და ცხოვრობს წარსულით ეს საზოგადოება მომავლით არ ცხოვრობს და შენ და შენნაირებმა ზუსტად აგაქვთ ეს უშიშროების ანალიტიკა გაკეთებული და ეკაჩებით ერთ და ხალხს იქეთკენ საიდკენაც გამოსავალი არ არის ახლა რაღაცა ტექნოლოგიების ცოდნა არ ნიშნავს იმას რომ რა თქმა უნდა შენ მისაღები ხარ საზოგადოებისთვის ან მისაღები იყავი ოდესმე რა სხვათა შორის არც მაგის ტრაკი არ ქონდა მაგრამ ქვეყანაში რო არ არსებობს ოპოზიცია სერიოზული გამოიწვია ეს ყველაფერი იმან რომ შენ მოხვდი იქ სადაც არ უნდა მოხვედრილიყავი და ასე ხდება რა როცა შენაირები ხდებიან იქ სადაც არ უნდა მოხვდნენ მე ჩვენაირები ხდებიან იქ სადაც არ უნდა ხდებოდეთ და სამწუხაროდ არის ასე ახლა ასე და ვერ დავდგებით და ჩვენ წარსულს ვერ დაუწყებთ იმას რა ქვია წუწულს კაცები ვინც ავართ რა მე ჩემ წარსულში არაფერს არ ვნანობ და ჩემი საქციელებიდან რა თქმა უნდა არაფერს არ მივტირი გასაკეთებელი იყო ქართველი ერის გულისთვის შეარგოს ჩემ ერს და ჩემ ხალხს და სიმართლეს რა უფალი ამბობს ვინც სიმართლეს ლაპარაკობს მე იმასთან ავარ მე მჯერა რომ ჩემი შანსები თქვენს წინააღმდეგ იყო 0 როგორც დედამიწური მოვლენა რა ამ კაცობრიობის ცოდვილი მოვლენა იმიტომ თქვენ მე ნებისმიერ დროს მომსპო ერთადერთი რაღაცა ვინც მე დამიფარა და დამიცვა ეს იყო სიმართლე და უანგარობა რა თქმა უნდა უბრალო ადამიანებთან მიმართებაში და ხალხთან მიმართებაში და მე მადლობელი ვარ უფლის რომ რასაც მე ვაკეთებდი ფარულად ყველაფერი ცხადში დამიბრუნა აი ამის მართლა მადლობელი ვარ ბევრი რამე არ ითქმის კაცი თუ აკეთებს იკეთეს იმას არ უნდა მოთხოვო ვიღაცას მე შენგან ეს მჭირდება ვინც ამას აკეთებს მისი დედა შევეცი მე შენ მოგეცი და მე გიძახი რომ აი მე შენ ეს მოგეცი ეს ასე არ არის ეს არ არის სიკათისა ანგარება და ანგარებას აკეთებს დღეს ბიძინა ევანიშვილი და ანგარებაზე არის ზუსტად მიძღვნილი ქართულ ეპოში ჭაში ჩავარდნილის ამბავი რა ერთხელ ორჯერ სამჯერ რომ დააძახებს იმ კაცს იმ ჭაში ჩავარდნის ისტორიას და ბოლოს მივა და ჩაჯდება იმ წაში შენ დედაც მოვთხანო რო ეტყვის რა აი ამ ვითარებაში როდესაც მოიქცევა მთელი ერი ხო მივა და ჩაჯდება იქ იმ ჭაში ქართველი ხალხი და ეტყვის ივანიშვილს რომ აი შენი დედაც მოვთხან არ შენი აღარ გვეშინია და არც იმ შენი სააკაშვილის რა იმიტომ რომ ეს სახეები ფაქტიურად დღეს გახდნენ ერთნი ხელისუფლება რყნის როგორც ნაპოლეონი ამბობდა რომ თუ გინდა ადამიანის რეალური სახე გამოსცადო შენ აუცილებლად მას უნდა ასესხო პული და მეორე შემთხვევაში აუცილებლად უნდა მისცე თანამდებობა ფულიც აქვს და თანამდებობაც აქვს ამაზე უკეთესი გამოცდა რა თქმა უნდა მაგათთვის ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა ნუ ამის თქვა მინდა და მე დაჩენი ახლა დადექით ნაცებო კოცებო პროცებო ყველა მერტად გადაებით ერთმანეთს და ბიჭო გამოვიგალეთ რა თქვენი დედაც ვატარე ვისაც არ მოგწონთ ჩემი ლოგიკა აუცილებლად თქვენ ახლა როგორ თქვენ არ უნდა მოგწონდეთ თქვენ რო რამე მოგწონდეთ ჩემში მე ჩავთვლი რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ჩემ პიროვნული განვითარების და ჩემი ღირსებისთვის. იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად ხართ შეფასებული იმდენად რადიკალურად, რომ ადამიანის ცნობიერებისთვის, გონებისთვის, მისი ჯანსაღი ხედვისთვის, ხო ეს წარმოუდგენლად შეიძლება იყოს მისაღებად მიღებული და აღქმული რა. თქვენ ახართ ძალიან საშიში საზოგადოებისთვის საშიში არსებობს ესეთი ტერმინი სამხედრო საგარეო დაზვერვაში, სამხედრო და საგარეო დაზვერვაში სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა. თქვენ ეწევით ამ საქმიანობას ძალიან სერიოზულად ეწევით.
სამწუხაროდ არ არსებობს მექანიზმი ამ ყველაფრის შეჩერების, იმიტომ დღეს საქართველოში მტერი გარიდან არ იბრძვის. საქართველოში მტერი იმყოფება შიგნით. ქართველიერი შიგნით იმყოფება ეს მტერი და ჩვენ გვითხრის ძირს და მტრებს ქვია დღეს კოლექტიური ელისაშვილები, ალასანიები, კიდევ და მივიწყებული მკვდრები და მტრები, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ და არ იცით. წავედი არა მაქვს ბევრი დრო და სამწუხაროდ რომ მქონდეს უფრო მეც და უფრო ფართოდ და უფრო დეტალურად დაგელაპარაკებოდ. დავაკვირდები ამათ აქტივობას კიდე შევხედავ და თუ კიდე სადმე ხმას ამოიღებენ აუცილებლად მათ მაგათთვის გამზადებული დიდი სამსჭველი და ჩაუშვებ თავში და აუცილებლად რა. კიდე გავიმეორებ ამას. მადლიერებასა და უმადურებას შორის ძალიან დიდი ზღვარია რა. საადი ამბობს აღმოსავლელი პოეტი უმადურ კაცო მადლიერი ძაღლი ჯობია ვაგერ ყებს ახლა გვერდზე. მე მადლიერებაზე არ ვლაპარაკობ. ქართველი ერი რატო უნდა იყოს ივანიშვილის მადლიერი? რა გააკეთა ივანიშვილმა სამადლო? ის რომ ნახევარი ქართველები გაიქცა ემიგრაციაში, ის რომ დღეს ქართველების კუბოს მიღება არის უფოსო ქართული მიწვისთვის, ამისთვის უნდა ვიყოთ მადლიერი? ქართველ კაცი აქ იმის უფლება მოითხოვოს კეთილდღეობა საკუთარ მიწაზე, რომელზეც იმყოფება. ეს არის ჩემი ბრძოლის მთავარი არსი და ჩემი გამოსვლების მთავარი არსი და არა ვიღაცის ბაყვებში ყურება და არა ვიღაცის კაბის ქვეშ ყურება, მაგრამ თუ ეს კაბა სახელმწიფოს აზის თავზე, თუ ეს ბაყვები საზოგადოებას ადევს თავზე, მე შევეხები. აუცილებლად შევეხები რა. კმაყოფილება და ამას პირად ცხოვრება დარჩავ.